ძალიან კარგად უკრავთ, მომეწონა, ძალიან კარგი დაკრული იყო. დიდი მადლობა. გამარჯობა, მოგესალმებათ. ვანო შოუ მთავარი იუმორისტული შოუ მთავარ არხზე. 80,900,2004-5 აქედან გავიდა 57 წელი 60, მერე კიდე გავიდა 20 წელი 22, მერე დადგა 114 სექტემბერი 4, გამოვიდა 808. მოგესალმებით ძირფასო, დღეს 808 ოქტომბერია და ვიწყებთ გადაცემას ცესკოს მონაცემებით არის 808. ესე გძელდება რა ოქტომბერია სულ. რამდენსაც მინდა იმდეს ვიტყვი, 808 არის ამჟამად. მოკლედ აირია ყველაფერი ქვეყანაში ცესკოს და კოვიდის მონაცემებით ეკითხებიან მინისტრს რამდენი საწოლის მარაგია ქვეყანაშიო და პასუხობს რომ საწოლ ფონდის პრობლემა არ დგას ქვეყანაშიო. ჯერ ეს ტერმინი რა არის საწოლ ფონდი? საიდან მოვიდა? რატომ დამკვიდრდა? ოჯახშიც უკვე ასე ლაპარაკობენ, ბევრი სტუმარი თუ მოვიდა სახში ხო? იცით აი რამდენიმე სტუმრისთვის გვაქვს ღამის გასათევი და რამდენიმეს ვერ დავიტოვებთ, იმიტომ რომ საწოლ დეფიციტი გვაქვს ოჯახში, გარღვევაა საწოლ ფონდში, აი სახშიც უკვე აი ესე საუბრობთ ადამიანები. მინისტრი ტიკარაძე დაჟინებით იმეორებს, რომ ქვეყანაში საწოლ ფონდის პრობლემა არ არის. საწოლ ფონდის პრობლემა ქვეყანაში გადაიჭრა, ახლა მთავარია საწოლ ფონდის და მატყლის საბან ფონდის სინქრონიზაციაში არ შეიქმნას მატრას დეფიციტი. ამისთვის აუცილებლად უნდა გავაძლიეროთ მუთაქობრუნვა ზოგადად და მოვახდინოთ პლედების ადეალიზაცია. მიხვდით რა შეესაბამება? მიყვარს ესეთი ჩახვეული ხუმრობები ძალიან მომწონს. თვითონ ჯანდაცვის მინისტრს რაც შეეხება გავრცელდა ინფორმაცია, რომ უმაღლესი განათლება აქვს მიღებული ტრიკოტაჟის ფაბრიკის ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო ინსტიტუტში. გამოდის რომ სადღაც ოროთახიან უნივერსიტეტი აქვს, ორი ოთახიანი უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. ანუ ფართით თლად ჩეხური არა, მაგრამ ყავლაშვილის პროექტის დიპლომი აქვს, რაღაცა აღებული აი ესეთი. აი ასეთი განათლების მქონე სტომატოლოგი დაგვინიშნა ბიზინა ივანიშვილმა ჯანდაცვის მინისტრად. არა კი არ დაგვინიშნა, უფრო დაგვიბჟინა. ო, ახლა ისე მიდის საქმე, რომ კაცმა არ იცის ეს დროებითი პლომბი როდის ჩამოვარდება აი ამ თანამდებობიდან. რა ვქნა ესეთი ხუმრობებს. რომ ამბობენ, რომ ბიზინა მინისტრებათო ლიფტიორებს ნიშნავსო, ხომ არ იჯერებდით? აი ახლა მაგალითად ჯანდაცვის მინისტრად ლიფტიორიც კი არ აყავს დანიშნული. ეთყობა ლიფტიორი ნამეტანი კარგად მართავდა სიტუაციას და დაწია კვალიფიკაციის ხარისხი, იმიტომ რომ ახლა ლიფტიორი უკვე კაი მენეჯერია, მიხვდით რა შეესაბამება. ატყდა მithქმა მოთქმა ტიკარაძეს არც ექნება დამთავრებული ეგ ინსტიტუტი, უბრალოდ ნაყიდი აქვს დიპლომიო. მე თუ მკითხავ, მინისტრს არც ჭირდება დიპლომი და უმაღლესი განათლება. არა დღესობით ახლა მინისტრობა ისეთი საფასურისგებლო თანამდებობა, რომ ამხელა განათლება და რაღაცეები მოთხოვო ადამიანს, ხო? იმიტომ რომ მინისტრია დამლაგებელი ხო არა? აი დამლაგებელი თუ ხარ და პატრონი არ აკყავს, მაშინ დიპლომიც გინდა, საოფისე პროგრამებიც უნდა იცოდე, მინიმუმ 3 უცხოენა უნდა იცოდე, 5 წლიანი მუშაობის სტაჟიც უნდა გქონდეს. ისე კაცის შვილი არ დაგასაქმებს. ესე ხდება ამ ქვეყანაში. მეორე საინტერესო ინფორმაციას გავრცელდა მინისტრზე რამდენიმე წლის წინ, სანამ სტომატოლოგი გახდებოდა, სხვა საქმით ყოფილა დაკავებული, მაგალითად მანქანები ჩამოჰყავდა გასაყიდათო. ფაქტობრივად პერეგონში კი იყო. პრინციპში პროფესიაში ბევრი არაფერი შეცვლა, ადრე ჩაძირულ მანქანებზე მუშაობდა და ახლა ჩაძირულ ჯანდაცვაზე უწევს მუშაობა. ნუ სამედიცინო სფეროში არ ვიცი, მაგრამ ტიკარაძე აი მაგალითად ხო მანქანა რო დაუყენო, ხო, შორიდან ხვდება რობოტზე გაჭიმულია თუ არა. პირდაპირ ხო კოვიდთან ბრძოლის რა გითხათ, მაგრამ მანქანა ნაჩალი ჩარია თუ არა, მაგას გეტყვის 2 წამში. კოვიდი კვლავ მძვინვარებს და ჯანდაცვა კვლავ გვაოცებს, მეგობრებო, ამჯერად მინდა გაგაცნოთ სფეროს ამომავალი ვარსკვლავი ამ ჯანდაცვის სფეროსი, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე. მოდით ნახოთ რა განცხადება გააკეთა ამ ნიჭიერმა ადამიანმა. ბექა ფერაძე გარემო ვაჭრეებს ონლაინ ვაჭრობაზე გადასვლას ურჩევს. არ ვიცი რა, მოკლედ პანდემიის ფონზე ლოკდაუნმა ხომ არ გამოიწვია ბიზნესის შატდაუნი. ამისთვის საჭიროა გარემო ვაჭრეები გადაეწყონ ისეთ სისტემაზე, როგორიცაა delivery, drive და take away. ხო და მე უკვე step by step რაღაცა გამოჩნდება რა, ხო? არა, რა ის ინგლისურს ვამხეცებ დღითი დღე ძვირფასო მეგობრებო, ძალიან მომწონს. ხვდებით ხო რა შეასაქმე? ანუ მაგალითად გარემოვაჭრე მარო ბებო
ჯერ უნდა შექმნას ვებ-გვერდი, უნდა მიუთითოს შესაბამისი IP ადრესი, თან ამ ვებ-გვერდის ადმინი უნდა იყოს თვითონ მარობებო, მე ამ IP ადრესზე ატვირთოს თავისი პროდუქცია, ახლად მოქსოვილი წინდები, ამისთვის მან ჯერ ფოტო უნდა გადაუღოს წინდებს, ახალი iPhone-ით, აი ესეთი მეუფე ნიკოლოს რომ აქვს. გადაშოლის ძალიან კაი ფოტოებს იღებს ეგ iPhone-ი, იმიტომ რომ ვიდეოსაც კარგს იღებს და კინოების მონტაჟდება ძალიან კარგად. მერე დაახარისხოს ეს წინდები და ბოლოს შეკვეთის შემთხვევაში მოაჯდეს სკუტერს და მიუტანოს მომხმარებელს შესაბამის location-ზე. აი დაახლოებით ესეთი რაღაცა მოსთხოვა ამ ვიღაცამ გარემოვაჭრეებს ძვირფასო ტელემაყურებლებო. ფაქტიურად მარობებოს ეუბნებიან Amazon-ი გააკეთეო. და საერთოდ გარემოვაჭრეებო, რა დროს ფულია? რა ჩამორჩენილობა? გადადით ბიტკოინებზე, რა არის ახლა ეს, როგორ შეიძლება? არა, მართლა საინტერესოა, ესე იგი პანაშვიძე რო წახვიდა ეგრეთ წოდებული ვენოკი ონლაინ უნდა გამოიწეროს ძვირფასო მეგობრებო ამას ეუბნება ონლაინ უნდა გამოიწეროს ხოლო გასვენებაში ფული გლოვოს კურიერს უნდა გაატანო რომ დაწეროს ალბათ რა ვიცი რაღაცებს იგონებენ სულად გაუგებას თქვენ გონიათ რომ ამით ამოიწურა პანდემიის დროს ქართული ოცნების მიერ კრიზისის მართვის უნიკალური ნაბიჯები არა ძვირფასო მეგობრებო მოემზადეთ შემდეგი სასიხარულო ინფორმაციისთვის მთავრობა ყოველ ახალშობილ ბავშვზე მშობელს გადასცემს 25 ლარიან ვაუჩერს გესმით ხალხო 25 ლარი თქვენ გეცინებათ და არ არის ცოტა რო დაუკვირდე ახლა ხო სად უნდა დახარჯოს ახლა ერთი დღის ბავშვმა 25 ლარი აი ერთი დღისაა ბავშვი სად გინდა დახარჯო არ ვერ ხარჯავს ისე რა არის ცხოვრება მოყავს ცოლი ელოდები ბავშვს გადის 9 თვე იბადება ბავშვი და გაძლევენ დახმარებას და ორ შაურმასაც ვერ ყიდულობს მაგრამ 25 ლარად ერთი დიდი და ერთი საშუალო მოგივა ახლა სიმართლე დაუფიქრდი ახლა რომ გამოვთვალე ეგრე არის მაგრამ მოტანის 4 ლარს ხო გარწმევს პრინციპში 2000 ლარით შეეძლოთ მიესათ მაგრამ მე შეიძლება ყველას გაეჩინა ბავშვი და ეს უკვე შეიძლება ბიძინას არ აწყობდეს იმიტომ რომ იმაზე მეტი ამომრჩეველი შეიძლება დაიბადოს რაც გეგმის მიხედვით აქვს გაწერილი ამ კაცს სახელმწიფოს დაწესებულმა შეზღუდვებმა ძალიან უცნაური სიტუაცია შექმნა მაღაზიებში შეიძლება შეგიძლია გაყიდო მხოლოდ სურსათი და ჰიგიენური საშუალებები ძალიან საინტერესო ფოტო გავრცელა ინტერნეტში მოდით ნახოთ თბილისის ერთ-ერთი მაღაზია რა აწერია არ იყიდება ეს პროდუქცია 24 დეკემბრამდე რაღაც სათამაშოების კუთხე არის გვერდით და ეს პროდუქციას არ იყიდება 24 დეკემბრამდე მე როგორც გავიგე სახელმწიფოს მიერ დაწესებულ შეზღუდვები ვრცელდება თურმე ილუზიონისტებზეც მათ ეკრძალებათ ფერადი ნაჭრების და ბრჭყიალა ბურთების გაჩენა ხუდიდან შეუძლია ამოიღო მხოლოდ კვერცხი, კარაქი, საპონი, სარეცხი საშუალებები. სხვას ვერ ამოიღებ ხუდიდან, იმიტომ რომ გეკრძალება და პრინციპში კურდღელით შეგიძლია ამოიღო, იმიტომ რომ კურდღელი იჭმება შეიძლება შეჭამიყო. კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი გამცნოთ მეგობრებო, ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. საქართველოს იქნება მსოფლიოში მერვე ქვეყანა, რომელშიც ერთპარტიული მმართველობაა და მხოლოდ ერთპარტიული პარლამენტი ყავთ. გილოცავთ ჩვენ ისეთი ქვეყნების გვერდით ვდგავართ, როგორებიცაა ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი, ლაოსი, კუბა, ვიეტნამი და ერიტრეა. აბა თქვენ იცით ახლა, ცივილიზებულ სამყაროს ხომ ყავს დიდი რვიანი. თქვენც გააკეთეთ ანალოგიური გაერთიანება ამ ქვეყნებთან ერთად და დაარქით დიდი ბაჯაღლო რვიანი ძვირფასო ტელემაყურებლო დაარქით. კარგი იქნება. რაღაცა კენით რამე საერთაშორისოში მიიღეთ მონაწილეობა, ესე მარტო ყოფნაც არ შეიძლება, ხო ყავთ უკვე 8 მეგობარი ყავთ ფაქტიურად. რას ვიზამთ არა ეს ამბავი კარგი, მაგრამ ერთი რაც მამშვიდებს ის არის რომ ამ ქვეყნებისგან განსხვავებით ჩვენი ბელადი ღვთისგან ნაჩუქარი კაცია და ის ღმერთმა გამოგიგზავნა და აი ეს მამშვიდი. სხვათა შორის ამ ღვთისგან ნაჩუქარმა კაცმა რამდენიმე დღის წინ განაახლა ოპოზიციონერ ლიდერთა თაროზე შემოდებული საქმეები, სასამართლოს დაავალა გვარამიას, ბელიას, უგულავას და უქრუაშვილის საქმეების განხილვა, ანუ პარლამენტში უმრავლესობის ნაცვლად ბიძინა ოპოზიციას უპირებს ციხეში უმრავლესობით შეიყვანოს. ამ ინფორმაციის გაჟღერებიდან 2 დღეში სასამართლომ გამოაცხადა, რომ ეს საქმეები უადოდ გადაიდო, პროცესი გადაიდო ოფიციალურად კოვიდის გამო და არაოფიციალურად ელჩების ხასართულიანი გინების გამო. ორივე მიზეზი სასამართლომ მიზანშეწონილად ცნოთ, ძვირფასო მეგობრებო. ესე იგი დასავლეთი რომ არ აჩერედებს ამ კაცს ყველას დაგვიჭერდა, გვარამიასაც, კვესიტაძესაც, გაბუნიასაც, მეც დამიჭერდა, თამუნასაც დაიჭერდა, ხო და ბოლოს მარტო ბიძინა და შეშლილი ჯონი რომ დარჩებოდა თავისუფალი. ძალიან მაგარი ქვეყანა გვექნებოდა ბ***ში.
შეშლილი ჯონი ინტერნეტ პერსონაჟია, გმირია ძვირფასო მეგობრებო და ამიტომ ხალხიც ეს შესაბამისად იცინის. ქვეყანაში კატასტროფული მდგომარეობაა, კრიმინალის კუთხით თავს ესხმიან ბანკებს, მოხუცებს, კლინიკებს, მოკლედ მთავრობამ 2016 წელს დაიწყო წარმატებული პროექტი საყოველთაო ჯანდაცვა და 2020-ში შემოგთავაზა საყოველთაო თავდასხმა. ყველას ესხმიან თავს. ანუ ხვდებით ხო, სიტყვა საყოველთაო დავტოვე და ჯანდაცვას მივამსგავსე სიტყვა თავდასხმა. ვიცი არ არის ახლა კარგი ხუმრობა, მაგრამ კარგი რაც იყო, წაიღეს ზარცველო მომპარეს. წაიღეს ყველაფერი მია. უკვე მართლა 90-იანებია ქვეყანაში იმდენი ძარცვა და ყაჩაღობა ხდება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოება ამას გაგებით მოეკიდება. რასიზმ უჭირს კაცს და შევარდება და დააყაჩაღებს რა. ხვალ შეიძლება შენთან შემოვარდეს და დაგაყაჩაღოს, მაგრამ უჭირს კაცს და რაკნას. მე შენ გაგიჭირდება და შენ შეუვარდები იქ და დააყაჩაღებ. იმიტომ რომ გიჭირს. და ასე მეგობრებო, ერთად საქართველოს წარმატებისთვის. კრიმინალი მომატებულია, ეს არ გვაკმარეს, ბუნებრივი აირის საფასური და პური ზვირდება, ასე რომ სულ მალე მარტო ბაჯაღლო ტელევიზიაში თუ ნახავთ დანაყრებულ ადამიანს და ისიც თურქულ სერიალებში, სხვაგან რა ვიცი, ფიზიურად ვერ ვიპოვით. ქვეყანაში სერიოზული ეკონომიკური კრიზისია, 350,000 ადამიანმა დაკარგა სამსახური, ხალხი გაწირეს შიმშილისთვის, მიუხედავად ამისა, ხელისუფლება მაინც მაგრად დგას და არაფრის ეშინია, რადგან არჩევნები ჩავლილია უკვე. ყველაფერი ცუდი რაც შეიძლება მომხდარიყო უკვე წარსულში დარჩა. და ახლა შიმშილობა, გაჭირება და რაღაცა სხვა მეორე ხარისხოვანი პრობლემები ალბათ მოგვარდება თავისით. რამე გეგმა ექნება ხალხს. ყველაფერზე მთავრობა ვერ იზრუნებს. არ შეიძლება, როგორ შეიძლება? ამოხვედით ყელში ამ თქვენი პრობლემებით. ამ თქვენ შიმშილს ქვეყანა ხომ არ უნდა გადავაყოლოთ. არის აი ხო ამბობდი რომ ეს აი უბედურების ჟამსაც ყველაზე მარტივი პროფესია არის ქოცობა ძირფასო მეგობრებო. არა მართლა მომწონს ქოცობა. ძალიან მომწონს საუკეთესო პროფესია. მოდი მეც ქოცივით შევხედავ ყველაფერს. აი ახლა შევხედავ ქოცივით ყველაფერს და აი წარმოვიდგინო ახლა. წარმოვიდგინო რომ ქოცი ვარ და ესე შევაჯამებ ქვეყანაში არსებულ ვითარებას. ნუ პრობლემები დავიწყებ. მოკლედ ასეთი მდგომარეობა ამ ხელისუფლების დროს ოპონენტებს იჭერენ, არჩევნებს აყალბებენ, გაჭირვებულებს აჯარიმებენ, კრიმინალს ახალისებენ, პურს და კომუნალურ გადასახადებს აძვირებენ, ავადმყოფებს ვერ მკურნალობენ, ლარს აუფასურებენ, ეკონომიკა ინგრევა, ბანკები გააქვთ, შიმშილის სულს ხვდიან, მაგრამ სამაგიეროდ ბიჭო რა გააправებს ამდენ ყლებს ხმეს ბიჭო რამდენია თამუნა ხო ხედავ რთულდება ქოცების პროფესია და დაუკარი რაღაცა თორე ამას მე ვერ გავაправებ დედას არ შემიძლია ფიზიკურად დიდი მადლობა ჩვენ შოუს მუსიკალურად აფორმებდა ბენდი თამუნა ეკლესიის